სამომხმარებლო ბაზარზე ფასების შემცირებასა და რეგულირებაზე სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის შემდეგ მუშაობას საკანონმდებლო ორგანოც შეუერთდა საპარლამენტო კომისიას, რომელიც სავარაუდოდ მომავალ კვირას ჩამოყალიბდება პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს. სურსათის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისიამ უკვე გამართა რამდენიმე შეხვედრა, მათ შორის სუპერმარკეტების, სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებსა და მწარმოებლებთან. დღეს კომისიაში ფარმაცევტულ კომპანიებთან შეხვედრაა დაგეგმილი. მომხმარებელთა უნაღდო დანახარჯები იზრდება. TBC კაპიტალის მომხმარებლის დანახარჯების დეკემბრის სტატისტიკით უნაღდო დანახარჯებში ყველაზე დიდი წილი 27% სურსათს უკავია და მთლიანობაში ამ კატეგორიის პროდუქციაზე გაწეული ხარჯები წლიურად 20%-ით არის გაზრდილი. საშუალო დანახარჯი ერთ ტრანზაქციაზე კი 19 ლარია. მთლიანობაში 2025 წლის დეკემბერში TBC ბანკის არხებით განხორციელებული უნაღდო დანახარჯები წლიურად 24%-ით, ტრანზაქციების რაოდენობა კი 18%-ით არის გაზრდილი. ჯამურ დანახარჯებში 87% რეზიდენტებზე მოდის, 13% კი არარეზიდენტებზე. დასვენების სექტორში ყველაზე დიდი წილი არარეზიდენტებს უკავიათ, რეზიდენტების საშუალო ხარჯი ერთ ტრანზაქციაზე 201 ლარია. არარეზიდენტების გაწეული ხარჯი კი თითო ტრანზაქციაზე დაახლოებით 724 ლარს უტოლდება. ბანკების საკრედიტო პორტფელმა 2025 წლის ბოლოსათვის 71 მილიარდი ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დეკემბერში ნოემბერთან შედარებით ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 3%-ით აღემატება წინათვის მაჩვენებელს, წლიურად კი ზრდა 14%-ია. რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2025 წლის დეკემბრის ბოლოს ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 11 მილიარდი ლარის, უცხოური ვალუტით კი 20 მილიარდი ლარის სესხი. მთლიანი სესხების იზაციის კოეფიციენტმა 58%-ს მიაღწია. 2025 წელს ენერგეტიკულ ბირჟაზე 130,000 მეგავატ-საათამდე ელექტროენერგია გაიყიდა, რაც 2024 წელს ნავაჭრ ელექტროენერგიას თითქმის 7,5-ჯერ აღემატება. ამავდროულად გასულ წელს 1 კილოვატ-საათი ელექტროენერგიის საშუალო ფასი 13 თეთრი იყო. ანგარიშის თანახმად თითოეულ თვეში საბალანსო ელექტროენერგიის ფასი ბირჟის საშუალო ფასს აღემატებოდა, რის შედეგადაც ბირჟაზე ვაჭრობით მყიდველებმა 2 მილიონ ლარზე მეტი დაზოგეს. დღით ადრე ბაზარზე მონაწილეობისთვის ბირჟაზე რეგისტრირებული იყო 24, დღიურ ბაზარზე კი 17 მონაწილე. შრომის ბაზრის ექსპერტების ნაწილი საქართველოში უცხოელთა დასაქმების შეზღუდვას ნაადრევად მიიჩნევს. მათი განმარტებით, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების გარკვეულ ეტაპზე მსგავსი შეზღუდვის ამოქმედება ისედაც საჭირო გახდება, თუმცა ამჟამად ამის აუცილებლობა არ არის. შეგახსენებთ, რომ 1 მარტიდან საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა დასაქმების წესი იცვლება. ცვლილებების მიხედვით უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში დასასაქმებლად დასჭირდება გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება, D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზა და მოქმედი ბინადრობის ნებართვა. შრომითი საქმიანობის უფლება, რომელიც გაიცემა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე უცხოელის დასაქმება კი თითოეულ შრომით მიგრანტზე 2,000 ლარით დაჯარიმდება. ინფორმაციისა და ტექნოლოგიების სექტორი ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურად მზარდ მიმართულებად რჩება. სპეციალისტების შეფასებით, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც კვალიფიციური კადრების რაოდენობა, ისე მათი პროფესიული კომპეტენცია, თუმცა შრომის ბაზარზე მოთხოვნა მიწოდებას კვლავ აღემატება. სექტორის ზრდას ხელს უწყობს საერთაშორისო ბაზრებზე ინტეგრაცია და ადგილობრივი კომპანიების მზარდი ჩართულობა გლობალურ ტექნოლოგიურ ჯაჭვში. ქართული IT სერვისების მთავარი საექსპორტო ბაზარი კვლავ შეერთებული შტატებია, სადაც მოთხოვნა სტაბილურად მაღალია. შესაბამისად, სექტორი 2026 წელს კიდევ უფრო მნიშვნელოვან ზრდას ელის. ქუთაისის აეროპორტთან 5-სართულიანი 120 ნომრიანი სასტუმრო მომავალი წლის გაზაფხულზე გაიხსნება. 12,000 კვადრატული მეტრის ფართობზე გაშენებულ კომპლექსს GDG ჯგუფი გახსნის, რომელშიც ასევე განთავსდება რესტორანი, ბარი და კაზინო. კომპანიის მენეჯმენტს ამ დროისთვის გადაწყვეტილი არ აქვს სასტუმროს მართვაში თავად დარჩება თუ საერთაშორისო ოპერატორს შემოიყვანს, თუმცა თუ პროექტში საერთაშორისო ბრენდი ჩაერთვება, ეს დიდი ალბათობით Best Western იქნება. გარდა ამისა, კომპანია 4 ვარსკვლავიან სასტუმროს გახსნის ვანშიც. ორივე პროექტის საინვესტიციო ღირებულება 12 მილიონი დოლარია. 2026 წლის მსოფლიოს ყველაზე ტრენდული ტურისტული მიმართულებების სია ცნობილია. ტოპ-10
TripAdvisor-მა გამოაქვეყნა, რომელშიც მეორე ადგილზე თბილისი მოხვდა. ტურისტული პლატფორმის შეფასებით 2026 წელი შეიძლება გადამწყვეტი იყოს თბილისისთვის გლობალურ ტურისტულ რუკაზე თავის დასამკვიდრებლად. გამოცემა საქართველოს დედაქალაქში არსებული ისტორიული არქიტექტურისა და თანამედროვე კულტურული სივრცეების, თეატრებისა და მუზეუმების ერთიანობაზე მიუთითებს. რეიტინგში პირველ ადგილზე პორტუგალიის მადეირა მოხვდა, რომელიც თავისი ველური ბუნებით, მთიანი ლაშქრობის მარშრუტების და სტაბილური ამინდით გამოირჩევა. ტოპ 3-ს კი ჩიკაგო ასრულებს, სადაც წელს ბარაკ ობამას საპრეზიდენტო ცენტრი გაიხსნება და როუდ 66-ის 100 წლის იუბილე აღინიშნება.